მამა დაგლოცეთ. დაგლოცოს უფრო. მამა განკითხვის შესახებ შეიძლება რომ კითხოთ, იმიტომ რომ დღეს ძალიან მოდებული არის ეს ცოდვა და რას გვიშავებს ჩვენ თვითონ განკითხველებს სიტყვაზე. ხო, დღეს საოცრად მოდებულია განკითხვა. ამას ეხმარება სოციალური ქსელები, ამას ეხმარება ერთგვარი ურთიერთობები, რომლებიც მიღებულია საზოგადოებაში და ვერც კი ხვდებიან, რომ ამით განიკითხავენ და ამ ცოდვის თანაზიარნი ხდებიან. ადამიანი, რომელიც განიკითხავს, წარმოიდგინეთ, რომ ვისაც განიკითხავს, რა ცოდვაში ჩავარდნითაც განიკითხავს, ნაწილობრივ მაინც ამ ცოდვის თანაზიარი ხდება. აი, თქვათ, ვიღაცას განიკითხავს, რომ ის არის სამშობლოს მოღალატე, ის ესე ფიქრობს. ის არის, თქვათ, მრუში მეძავი, თქვათ, ის არის, თქვათ, აი, ქურდი, ის არის ქრთამის ამღები და მრავალწერტილი. და ვინც ამას საუბრობს, ზუსტად იგივე ცოდვაში არის თანაზიარი. ალბათ ბევრმა იცის ერთი ბერის ცხოვრება, რომელმაც სუსტად გაატარა თავის ბერობაში თავის 8 წელი და ბევრს დასცინოდნენ, რომ აი შენ ვერ ლოცულობ, ვერ მუშაობ, ვერაკერს, ვერაფერს ვერ აკეთებ და მოხდა ისე, რომ სიკვდილის არეცელზეა ეს ბერი და განათებულია, უხარია იღიმის და გარშემო ვარტყნენ ეს ბერები და ბიჭო, მთელი ცხოვრება არ გიღვაწიაო და ეხლა სიკვდილის არეცელზე ხარ და იმის მაგათ რომ გეშინოდესო, კიდე სიხარული და კიდე იღიმიო და ამა რა უთხრა იცი რომ მე ძალიან ცოდვილი ბერი ვარო, მე არაფერი სიკეთე არ გამიკეთებია, 8 წელი არ ამაქვს, მაგრამ ერთადერთი კი ვიცი რომ არც ერთი არასოდეს არ გამიკითხარ თქვენო და რახან უფალმა რომ ბძანა რომ ნუ განიკითხავ და არც მე გაგიკითხავ და დარწმუნებული ვარ რომ უფალიც არ განმიკითხავს მეო და აი ეს მაქსიმალურად უნდა გავიაზრო თითოეულმა ჩვენთაგანმა და როდესაც ააჭრელებენ ამ სოციალურ ქსელებში აი ის ესეთია, იმან ეს თქვა, აი ეს ესეთია, გვახსოვდეს რომ ამით თანაზიარნი ხდებიან იმ ცოდვისა, რომელ ცოდვაშიც განიკითხავენ ადამიანები. ღმერთმა მოგწეს ძალა რომ არავინ არ განვიკითხოთ, აი ცოდვილიც აშკარად რომელიც ჩვენ თვალწინ ჩაიდენს ცოდვას, ისიც კი არ განვიკითხოთ. თუ გული შეგვტკივა, მივიდეთ და სიყვარულით ვამხილოთ. ჩემო ძმაო, ჩემო დაო, ესე არ შეიძლება. მოდი აი დაფიქრდი, შენ რო ეს გააკეთე, სხვა რომ ეს გაგიკეთო, შენ ხო არ გაგიხარდება, თუ შენ არ გაგიხარდება, სხვას ნუ გაუკეთებ. ეს მხილება, ცოდვა არ არის, ეს პირიქით ამხილე და ძმას მოიპოვებ, ან დას მოიპოვებ და თუ მის ზურგს უკან დაიწყებ მასზე ჭორაობას და განკითხვას, მისი ცოდვის თანაზიარი იქნები და ღმერთიც განგიკითხავს. ღმერთმა დაგვიფაროს. თვითონ ადამიანზე რატო არის დაშვებული ხოლმე და ადამიანი თვითონ როგორ უნდა მიხვდეს? აი მაგალითად აშავებს ხო რაღაცას და ვიღაცები ესე ააშკარავებენ თითქოს, ხო? ვისაც არ ეკითხება არ არის პრობლემა, მაგრამ აი მართალია, შემთხვევაში რა გაკვეთილი არის ჩვენთვის? მართალია, ზოგჯერ უფალი დაუშვებს ხოლმე ადამიანზე რაღაც ისეთ ცოდვას, რაღაც ისეთ განსაცდელს. რატომ დაუშვებს? იმიტომ რომ გაიაზროს ამ ადამიანმა, გადახედოს თავის წარსულ ცხოვრებას. იქნებ ეს იმიტომ მოუვიდა, რომ ანალოგიურად მან სხვაგან იკითხა და იგივე ცოდვაში ჩავარდა. იგივე ცოდვაში ჩააგდო უფალმა, რომ სინანული ჰქონდეს და ჭკუა ისწავლოს და აღარავინ აღარ განიკითხოს. ღმერთმა მოგწეს ამის განცდა, რომ არავინ არ განვიკითხო და ჩვენც ნაკლებად ჩავარდებით ესეთ განსაცდელებში. აი მიმღებლობა ამ შემთხვევაში. მიმღებლობა როგორი უნდა იყოს? აი რა უნდა დავახვედროთ იმას წინ, რომ ჩვენ მივიღოთ ეს? ვერ გავიგე კი. აი როგორ აი სიტყვაზე
განგიკითხავს ვიღაცა, ხო? ხო. აი ჩვენ როგორ უნდა მივიღოთ ეს, რომ აი თქვათ, რომ აი მე ცოდვილი ვარ და ღირსი ვარ სიტყვაზე ამის. იყო წმინდა მამა, რომელიც ასე ვთქვათ, განკითხვის კი არა, ცილის წამების ორომ ტრიალში გაატარეს და ეუბნებია, რომ აი შენი ცის მამა ხარ, ის მოძღვარი ხარ, რომელიც მრუშობს, არა და სპეტაკი მოძღვარი იყო და არ დაიწყო თავის გამართლება. კი, ცოდვილი ვარ, შვილო, მრუშობო. შენი სახარ აი რომ იპარავო, კიო, ვიპარავო, არა და სინამდვილეში არც არაფერი არასდროს მოუპარია. შენ ესახარ, შენი სახარ და ყველაფერში თანხმობა და ბოლოს ეუბნებია, რომ შენ ერეტიკოსი ხარ, მწვალებელი ხარო და არა, მწვალებელი არა ვარ, მე ყოველთვის მართლმადებელი ვიყავი და ვიქნებიო. ანუ ადამიანმა უნდა მიიღოს აი ეს ყველაფერი მადლიერებით ცილისწამება ყველანაირად და არ უნდა გაიმართლოს თავი. საერთაშორის წმინდანების თვისება აი როდესაც ვიღაცას რაღაცას ცილსას წამებენ და ის თავს არ იმართლებს, ეს არის მისი სიწმინდის დამახასიათებელი ნიშანი. და ეს ნიშნავს იმას, რომ ის ერთ სიტყვასაც არ იტყვის თავის გასამართლებლად. ეს ნიშნავს, რომ ის არის მართალი ღვთის წინაშე. ასე რომ მერთმა მოგცეს ამის სწორი გააზრება, მიმღებლობა იმისა, რომ ჩვენ თავდაბლობით მივიღოთ ყველაფერი, რადგანაც უფალმა ჩვენზე უკეთ იცის, რა ჩაგვიდენია და რა არ ჩაგვიდენია და სხვისი ცილისწამება და სხვისი განკითხვა მხოლოდ ჩვენ განგვათავისუფლებს ბევრი ცოდვებისაგან. წმინდა მამები ამბობენ, რომ ყველა მაპატიოს, მაგრამ ეს არის წმინდა მამების სიტყვები, რომ როგორც ცოფიანი ძაღლები და აი ეს ქუჩის ძაღლებიო ლოკავენ ჩირქიან ადამიანსა და ჩირქს აცლიანო, აი ესეთი ადამიანია ის ცილისწამებელი და განკითხველიო, რომელიც ასუფთავებს ადამიანს ამ ცოდვებისაგანო. მადლობა დიდი. გაიხარეთ.